დავით ნარმანიან ვაკის რაიონის გამგეობის თანამშრომლებს ახალი გამგებელი წარუდგინა ლაშა აბაშიძე ამ პოსტზე თბილისის მერმა 12 მარტს წარადგინა. გუშინ საკრებულოს ხდომაზე კი მთავრობის ახალ 5 წევრთან ერთად მისი კანდიდატურაც დაამტკიცეს. ლაშა აბაშიძემ ვაკის რაიონის გამგებლის პოსტზე გივი ჭიჭინაძე ჩაანაცვლა, რომელიც იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა. თვითონ ვაკელია კარგად იცნობს ადგილობრივ სპეციფიკას, საჭიროებებს, კარგად გაეცნო ის ბოლო პერიოდის განმავლობაში იმ ბიუჯეტს, რაც მას გააჩნია იმისათვის, რომ 2014 წელს პროექტები და პროგრამები განახორციელოს და ის ღირსეულად გააგრძელებს იმ საქმეს, რაც ბატონმა გივი ჭიჭინაძემ დაიწყო. გავეცნო სტრუქტურას, უფრო უკეთესად თანამშრომლებს გავეცნობი. ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს გავეცნობი, შემდეგ გავეცნობი სოციალურ მიმართულებას. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ სრულად ეფექტურად დავიწყოთ მიმდინარე პროექტების დასრულება, ასევე გავაკეთებთ ახალი პროექტების ინიციირებას, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ეფექტიანად გავუძლებით აღნიშნულ სამსახურის შესრულებას.